ანიმაციის რეჟისორმა მირჩია, რომ თუ გინდა მულტფილმის გაკეთება, მოდი ნუ დაიწყებ 70 წუთით და დაიწყე 1 წუთიანი მულტფილმებით. ვიფიქრე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო 1 წუთიანი მულტფილმი ისეთი, რომ ბავშვებისთვის ყოფილიყო საინტერესო. და გადავწყვიტე, რომ ეს იქნებოდა საგანმანათლებლო ტიპის ანიმაცია. ეს გმირიც არის ყველაზე მხიარული, ყველაზე ყვითელი, ყველაზე მაღალი ჟირაფი ჟოზეფი. როდესაც პერსონაჟზე ვფიქრობდი, მინდოდა უბრალოდ განსხვავებული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო და ვეცადე ამეღო ისეთი პერსონაჟი, რომელიც ხშირად არ გვხვდება მულტფილმში. ჟირაფის მაინც და მაინც რო ვერ გავიხსენე, რაღაცა ეს იყო პირველი კომპონენტი, რითაც ავირჩიე. ანიმაციის შექმნა რთული არის, სულ პირველად სირთულე იყო აბსოლუტურად ყველაფერი, იმიტომ რომ არც ცოდნა მქონდა, არც კომპიუტერი მქონდა, არც ოფისი მქონდა, არც თანამშრომლები იყვნენ ამ სამსახურში, უბრალოდ 2 ადამიანი ვიყავით, შემდეგ მესამე კომპოზიტორი დაემატა, ასე რომ თავიდან ყველაფერი სირთულე იყო. როდესაც ხდებიან ადამიანები და გეუბნებიან, რომ ჩემი შვილის აღზრდა შენ მოგანდე, ну არ ვიცი, ალბათ ადამიანისთვის შვილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი არის და მისი აღზრდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის და როცა შენ ამაში იღებ მონაწილეობას, ამდენ ოჯახში შედიხარ და ამის თანამონაწილე ხარ, არ ვიცი, სიამაყეც არის, ბედნიერებაც არის, პასუხისმგებლობაც არის, რა ვიცი, ყველაფერი ერთად. თუ მეკითხებიან, რომელი მულტფილმი უნდა გამოვარჩიო, ეს არის ესეთი მულტფილმი, ძალიან ცნობილი არის, სხვათა შორის Emperor's New Groove, ესე ქვია. იმპერატორი არის ძალიან ისეთი უხასიათო და არის და მე ლამად რო გადაიქცევა რომ მოაჯადოებენ და ძალიან მაგარი მულტფილმია რა. ეგ მულტფილმი მაქვს, აი, ალბათ ყველაზე მეჯერ ნანახი ყველა ენაზე, ქართულად, რუსულად გადათარგმნილი და ნუ ორიგინალში მილიონჯერ. სახეობა არის ჩემი პირადი სევდა, ასე ვთქვათ. და რატომ? იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს პროფესია. ძალიან მინდა რომ ამ პროფესიაში ვიყო, მაგრამ ეს არის ესეთი პროფესია, რაც აი მთლიანად სხვაზე ხარ დამოკიდებული. ზოგადად ჩემ თავზე არ ვამბობ, მაგრამ შეიძლება იყოს ძალიან ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ თუ არ დაგიძახა რეჟისორმა, თუ არ შეგამჩნია პროდიუსერმა და ასე არ გამოდის. ის დრო და ეპოქა, როცა ეს გაკეთდა და რა ქვეყანაშიც ეს გაკეთდა და რა პრობლემაც დგას ამ ადამიანების წინაშე, ამ რა პერსონაჟს მე გავაკეთე, ეგეც ეს ყველაფერი ამ ყველაფრის კომბინაცია იყო რთული. პროფესიულ ნაწილში ეს არის ალბათ ჩემი საუკეთესო პერიოდი. ეს ადამიანი არის შალვა გაწერელია, ვინც იყო ჩემი პედაგოგი, სამსახიობო ოსტატობის პედაგოგი. და მეორე ფოტოზე ჯგუფი არასრული შემადგენლობით. რაღაცა ეს ის პერიოდია, როცა სტუდენტები ძალიან აჟიტირებულები, ამბიციურები ვიყავით და ხო, რაღაცა ეგ ამბიციები და ეგ აჟიტირება მაინც დამრჩა რა, ისევ მაქვს რაღაც ამბიციები და მგონია რომ მაგარ რაღაცებს გავაკეთე.